სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. ამინ. ჩვენთან ას ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ერთ-ერთი მოციქულის და მახარებლის წმინდა ლუკას ხსენებას. თქვენ იცით, რომ მათ ცხოვრობს 12 მოწაფის გარდა ყავდა ასევე 70 მოციქული, 12 მოციქულის გარდა. მოწაფეები მრავალი ყავდა, მაგრამ 12-ის გარდა დღევანდელი სახარება როგორც აღწერს, მან გამოარჩია 70 მოციქული. და ორ-ორი გაგზავნა ისინი საქადაგებლად იმ ქალაქში, თუ დაბაში, თუ სოფელში, სადაც თვითონ უნდა მისულიყო შემდეგ. და როდესაც გზავნის მათ საქადაგებლად, რჩევადარიგებას აძლევს, როგორც მე თავის შვილს რო გაგზავნის რაღაც საქმეზე, ხო რჩევადარიგებას აძლევს. მეუბნება, რომ ესე იგი არაფერი არ წაიღო თუ გზაში. და მე გზავნითო როგორცო ცხოვრებსო მგელთა შორის. ერთი ის რომ განსაცდელისათვის ამზადებს, ის კი არა რომ თქვენი ოლი გზა შეგხვდებათ, რადგან საღვთო საქმე უნდა აკეთოთ. რთული გზა შეგხვდებათ. მაგრამ მეორე მხრივ ამხნევს და ეუბნება, რომ ნურაფერს ნუ წაიღებთ, იმიტომ რომ მე ვიზრუნებ იმ ყველაფერზე, რაც თქვენ გჭირდებათ. რომელ ქალაქშიც შეხვალთო და შეგიწყნარებენ. წამეთო, რასაც დაგიდებენ წინო, რადგანო ღირსიაო მუშაკი სასყიდლისაო. რომელ სახლშიც შეხვალთო, თქვითო, მშვიდობა სახლსა ამას. და თუ იქნებაო იქ ძენ მშვიდობისაო, მასზე განისვენებს ეს მშვიდობა. თუ არ იქნებაო, მაშინ უკან გამოყვება თქვენ. ანუ შეიძლება შევიდეს მოციქული ამა თუ იმ სახლში, მაგრამ კიდევაც უქადაგოს ასწავლოს, მაგრამ იქ არავინ არ იყოს ამ სიტყვის მიმღები. ანუ არავინ არ გადაწყვიტოს, რომ მოდი მე მართლაც ესე მოვიქცევ. და იქ არ დარჩება ის მადლი. არამედ უკან გამოყვება იმ მოციქულს. ესე იგი, როდესაც არ მიგიღებენ ამა თუ იმ ქალაქში, რომ გამოხვალთო ამ ქალაქიდან, მტვერი დაიბერტყეთ ფეხიდან და უთხარით, რომ თქვენი არაფერი არ გვინდა, თქვენი ქალაქის ამ მტვერიც კი არ მიგვაქვს. აი ეს ქვეტექსტი ეს არის. მაგრამ უთხარით, რომ მოახლოებულია ცათასასუფეველი. ანუ ვინც მიგიღებთ, იმათაც უთხარით, რომ მოახლოებულია ცათასასუფეველი და ვინც არ მიგიღებთ, იმათაც მაინც უთხარით, მოახლოებული. ისე რომ ამ სიტყვის გარეშე არავინ არ უნდა დაეტოვოთ. შემდეგ აგრძელებს, რომ ვიცო თქვენი ისმინაო, ჩემი ისმინაო. ახლა ხო არის ხოლმე, რომ სოფელში ვიღაც გარდაიცვლება თუ ქორწილია თუ სხვა, მოპატიჟეებს რომ გზავნია, ხო? სინამდვილეში ვინც ამ მოპატიჟეს დაუჯერებს, ვის უჯერებს, ვინც გამოგზავნა, ხო მართალია. ვინც არ დაუჯერებს და რაღაცა ყურადღებოდ დატოვებს, სინამდვილეში იმას არ მოусმინა, ვინც ეპატიჟება. სახლის პატრონს, არა, ოჯახის პატრონს. ამიტომაც აქაც ესე. ვინც მოციქულს უსმენთ, ესე იგი ღმერთს უსმენთ. ვინც დღეს ეკლესიას უსმენს, ის ესე იგი ღმერთს უსმენს. იმიტომ რომ ის მოციქულთა სახლდარზე ზის თითოეული ეპისკოპოსი. და თითოეულ ეპისკოპოსს ხელდასხმით აქვს კავშირი იმ მოციქულებთან. იმიტომ რომ მათგან მოდის ის ხელდასხმა. ასე მოდიოდნენ მათი მოწაფეებს გადაეცემოდათ ეს ხელდასხმა და აი თითოეულ მღვდელმთავარს, ვინც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის ნაკურთხი, რომ გაყვე, ესე იგი, ვინ დაასხა მას ხელი მღვდელმთავრად. აი მაგალითად ჩვენს მეუფე-ანდრიას ხო ჩვენმა პატრიარქმა დაასხა მღვდელმთავრად. პატრიარქს ვინ დაასხა ხელი მღვდელმთავრად და ესე რომ მიყვართ, უეჭველად მოციქულებამდე მიდიხარ. იმიტომ იმათ სახლდარზე ზის თითოეული მღვდელმთავარი. მისი დაჯერება, ანუ ეკლესიის დაჯერება, იგივე ღვთის დაჯერება არის.
და უფალი ამბობს, რომ ვინცო მე მემსახურებაო, მე გამოვყვესო და სადაც მე ვიქნებიო, ჩემი მსახურიც იქ იქნებაო. ანუ სასუფეველი, სადაც უფალი სუფევ, სადაც მარადიული სიხარული. და როდესაც მოციქულები ქადაგებდნენ, აი მაგალითად საქართველოში რომ ქადაგებდნენ, ჩვენთან ესე იგი ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. იმდენად იყო ადამიანი გაუკუღმართებული, რომ თავის შვილებსაც კი მსხვერპლად წირავდნენ. ამიტომ თავის შვილებს წირავდნენ მსხვერპლად და ეს მიაჩნდათ ნორმალურ რაღაც კერპებს წირავდნენ. რაც უფრო ადამიანი დაშორდება ქრისტიანობას, დაშორდება ჭეშმარიტ სიტყვას, მით უფრო დაემსგავსება იმ მდგომარეობას, ვიდრე მოციქულები საქართველოში იქადაგებდნენ და ასწავლიდნენ ადამიანებს ქრისტიანობას. აი დღეს შეიძლება ნაქადაგებიც არის ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ შეიძლება არსებობდეს ადამიანი, ვისთვისაც ეს საერთოდ უცხოა. მაგრამ შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს უცხო, მაგრამ არ ცხოვრობდეს ამ წესით. მაგრამ ვინც ცხოვრობს ქრისტიანული ცხოვრების წესით, მისი ფიქრი, მისი სიტყვა, მისი ქმედება არის სხვაგვარი, სხვაგვარად არის მოწყობილი, სხვაგვარი მსოფლმხედველობა აქვს. შეიძლება ვიღაცას ეს სისულელად მიაჩნია, მაგრამ ვისაც სისულელად მიაჩნია, ის უნდა დაფიქრდეს თავის თავში, რომ რაც მას ღირებულად მიაჩნია, აბედნიერებს თუ არ აბედნიერებს. აი ის რისთვისაც ეწვალებაში ვამბობთ, რაც ყველაზე ძვირფასად მიაჩნია, ის აბედნიერებს თუ არ აბედნიერებს. და აღმოჩნდეს, რომ ის არ აბედნიერებს. თორე შეუძლებელია ადამიანს რაიმე აბედნიერებდეს, გარდა იმისა, რაც ღვთისგან არის. ჩვენ ვერ გამოვიგონებთ ბედნიერებას და თუ მაინც ვეცდებით რაღაც გამოვიგონოთ, ის ძალიან მყიფე იქნება და წამიერი. ამიტომაც რაც უფრო მეტად ადამიანი ჩაეჭიდება ღვთისმცნებას, მოციქულთა მიერ ნაქადაგებს, მით უფრო ახლო იქნება ღმერთთან და მით უფრო სიხარული ექნება მას. თქვენ იცით, რომ მოციქული და მახარებელი ლუკა არის ავტორი ერთ-ერთი სახარების, ლუკას სახარება, რასაც ქვია. ასევე საქმე მოციქულთა მისი დაწერილია. პავლე მოციქულს დაემოწაფა შემდგომ ლუკა მახარებელი და მისიონერულ მოგზაურობაში პავლე მოციქულთან ერთად არის. აი მაშინაც, როდესაც გემით იყვნენ, როდესაც გემი დაიმსხვრა, ისინი მათ ძლივს გამოაღწიეს გემიდან, ამ ყველაფერს რომ აღწევს, პირველ პირში ლაპარაკობს, მათ ასეთი რამე მოსდიოდათ, ესე იგი. მასთან ერთად იყო აი დღევანდელ სამოციქულოშიც ეწერა, რომ მკურნალი ლუკაო ჩემთან არის, მოციქული პავლე ამბობს, ის ლუკა მკურნალი იყო, ასევე იყო ხატმწერი, აი არის ასეთი ცნობა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პირველი ხატი სწორედ ლუკა მახარებლის მიერ არის შესრულებული. მისი მოწაფე იყო, ისევე როგორც მახარებელი მარკოზი არ იყო 12 მოციქულთა შორის. არამედ ისიც იყო პეტრე მოციქულის მოწაფე და სწორედ მისგან მოსმენილით დაწერა მან სახარება, მარკოზის სახარება პეტრე მოციქულის მიერ. დიდი ღვაწლი აქვთ, ესე იგი, აი მოციქულებს წარმოიდგინეთ, მიდიოდნენ ადამიანებთან, რომლებმაც შემდგომ ისინი დახოცეს. აი მოწამეობრივად აღესრულა მოციქულთა უდიდესი უმრავლესობა. 12 მოციქულზე ხო აღარაფერს ვამბობ. ისინი ყველა გარდა ივანე ღვთისმეტყველისა მოწამეობრივად აღესრულა, თუმცა ივანე ღვთისმეტყველი რომ ვამბობთ, რომ მოწამეობრივად არ აღესრულა, იმას კი არ ნიშნავს, რომ ტანჯვა არ განუცდია. უბრალოდ წამების დროს არ გარდაიცვალა, ეგ იყო და ეგ თორე მანაც მიიღო მრავალი წამები. და საოცარი კიდე ისაა, რომ არსებობს გარდამოცემა ივანე ღვთისმეტყველზე, რომ ის ცოცხლად წაიყვანა ღმერთთან. აი საიდან არის ეს ცნობა, როდესაც გარდაიცვალა და ეფესოში დაკრძალეს, არა? ზოგიერთ მისი მოწაფე
არ ესწრებოდა მის დაკრძალვას და უნდოდათ საყვარელი მოძღვარი რო ეხილათ, რომ გახსნას აღარ იყო საფლავში. შეგვეციოს წმინდა ლუკა მახარებლის მეოხება და შეგვეციოს მოციქულთა მეოხება ღვთის წინაშე. მათ ძალიან დიდი კადნიერება აქვთ, კადნიერება კარგი გაგებით. მათ იმდენი იშრომეს, იმდენი იღვაწეს, იმდენად შეიყვარეს უფალი, რომ თავისი სიცოცხლე არაფრად არ ჩააგდეს. ჯერ მრავალი ზოგს, აი მაგალითად თომა მოციქულს ცოცხლად გააძრეს ტყავი, წარმოიდგინეთ და რას ითმენდნენ ისინი ქრისტეს სიყვარულისთვის. ერთმა დალოცილი და გახარებულები გამყოფ. მშვიდობის დილა გაგიტანოთ.